წარმატებული ქართველი მუსიკოსები, დიჯეები, ადამიანები, რომელთა სახელიც ბევრჯერ გსმენიათ, ან საერთოდაც არ გსმენიათ. ივენთები, რომლებზეც უკვე თითქმის ყოველ კვირას დავდივართ და აღარც ის გვიკვირს, რომ მაღალი დონის და საერთაშორისო სტატუსის მქონე მუსიკოსები პანდამუნდით ჩამოდიან. რაღაც მომენტში მაინც რაღაცა საქართველოში მაინც უფრო აბსურდია, ვიდრე რაღაცა სხვაგან რა. კაი ადგილია და რა ვიცი, რაღაცა მუსიკა ცოტათი არ შეეფერება ჩემი აზრით. ჰარდ მუსიკა უნდა იყოს. ვიღაცისათვის მუსიკალური ფესტივალები უკვე ძალიან ერთფეროვანი გახდა. ვიღაცისთვის კი გართობის ერთადერთი გამოსავალი. თბილისი Electronite გამომცემლობის შენობაში ჩატარდა. ივენტზე მოწვეულმა 4 დიჯეიმ: ფერ ფერარიმ ბუენოს აირესიდან, ამირ გრუვმა დიდი ბრიტანეთიდან, ჯონი ფიასკომ ჩიკაგოდან და ჯუნიორ ლოპესმა ესპანეთიდან ქართულ კოლეგებს სემინარი ჩაუტარეს, რის შემდეგაც მასტერკლასი უკვე ივენტზე აჩვენეს. აი ეს DJ, რომელიც ეხლა უკრავს, სწორედ ის საუნდი აქვს, რომელიც ჩვენ მოგწონს. ადრეც მოგვისმენია, ფანტასტიკურია. თავარია რომ მუსიკოსმა იპოვოს შესაფერისი სტილი და ის დაუკრას. სადაც არ უნდა იყოს სანაპიროზე კლუბში. ხალხი უნდა ჩართოს შენ მუსიკაში. DJ უნდა იყოს ყველაფრის წამყვანი ფიგურა. ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი სტილის ელექტრონული მუსიკა კეთდება. ბევრი კარგი პროდუქტი იქმნება. პრობლემა ის არის, რომ როცა მუსიკა კომერციული ხდება, ხანდახან უხარისხო გამოდის და ყურს სულაც არ სიამოვნებს. 25 წელია ამ სფეროში ვარ. ეს საკმაოდ დიდი დროა. მაშინ დავიწყე, როცა დისკო და ჰაუსი შემოვიდა მოდაში. ახლა ელექტრონიკა გვაქვს, დაბსტეპი, აურაცხელი ჟანრი განვითარდა. ეს კი მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ამ ტიპის მუსიკა კიდევ დიდხანს იარსებებს. ჩემი გემოვნება თუ გაინტერესებთ, მე ყოველთვის უფრო underground-ი მომზონდა. რაც უფრო კარგი გვაქვს, მით უკეთესი გვინდა. მაინც და მაინც ქართული ტენდენცია არ გეგონოთ. საბედნიეროდ ასე ხდება ყველგან და ყოველთვის. ივენთებზე რომ ცემა დღება და ძველბიჯობა შემცირდა მშვენიერია. ახლა ის დროა მეტ ორგანიზებულობას მივახციოთ და მერე შეიძლება აუზში წყალიც ჩაგვისხან. Just been invited from a friend and it's very good. Yeah, I appreciate. A little bit different to London. Yeah, good. Очень все впечатляет. Все очень хорошо организовано. Европейский уровень очень приятно. ასეა თუ ისე გართობის კულტურა მეტნაკლებად ჩამოყალიბებულია. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა დახვეწისაკენ მიმავალ გრძელ გზას ვადგავართ. მანამდე კი არც ორგანიზატორებს უნდა გაუკვირდეთ პრეტენზიები და არც სტუმრებს თუ კი ამავე ორგანიზატორების მიმართ პრეტენზიების გამოხატვის სურვილი გაუჩნდათ.